ყველას გილოცავთ მეგობრებო ფერის ცვალობაზე. დღეს თევზით არის ხსნილი მარხვა და გადაწყვიტე თლიანად ზუთხი მოვამზადო. პირველ რიგში დაგჭირდება ზუთხი, ფიშონში მაქვს შეძენილი კილოგრამი 35 ლარი. ზუთხი კარგად გავრეცხოთ და ზევიდან დავჭრათ თევზი, ოღონ ბოლომდე არა, ესე ზოლება დავჭრათ რა. დაახლოებით ესეთი რაღაცა უნდა მივიღოთ მეგობრებო. ეხლა დავიწყოთ соуსის მომზადება. ბევრნაირი მაქვს გადაღებული, ერთ-ერთი რეცეპტი არის ეს მაიონეზით. დავჭირდება მაიონეზი, ორეგანო, წითელი პაპრიკა, ზეთი. თქვენ როგორ ამზადებთ, დაწერეთ კომენტარებში, ლიმნის წვენით აუცილებლად გავწუროთ, დაუმატოთ გემოვნებით მარილი. ეხლა კარგად მოურიოთ, რომ მივიღოთ ერთგვაროვან მასას, წაუსვათ თევზს, ყველა მხრიდან მასას ვუკეთებთ რა, соуსი თანაბრად გავანაწილოთ. და ცოტა ხნით დავანებოთ თავი, მაგამდე შეგვიძლია ავანთოთ ცეცხლი. მე ვაცხობ გრილში, გრილში უნდა გამოვაცხო და ცოტათი უნდა შევბოლო. ჯერ თავსახური დავაფარე, გამოვაცხე, ნახევრად რომ თევზი მზად იყო, უკვე ჩავყარე, შესაბოლი ნახერხი, აი ესეთი. ესა მდგომარეობაშიც გავაჩერე თევზი 1-15-20 წუთი დაბალ ცეცხლზე, რომ კარგად შეიბოლოს. ფერს ნუყურეთ, დამწვარი არ არის. არ დაწვეთ კომენტარებში თევზი გაქვს დამწვარი და გამოვიდა იდეალური. ფიშონის ზუთხი ზოგადად არის ძალიან გემრიელი და კარგი ხარისხის. ზედმეტი გემო არ აქვს. ფიშონის გვერდი იქნება დათაგული კომენტარებში ან აღწერაში, შეგიძლია ნახოთ, რაც ეხება თევზს 35 ლარიღის კილო. შეგიძლია თქვენ პირდაპირ შემწვარი შეუკვეთოთ უკვე. ეხლა კი გამოეწერეთ არხი.